აქასთან კავშირში არ არის, თუმცა გაძურებულ პროდუქტებს ერთ თვეში ალკოჰოლური სასმელიც დაემატება. ლუდზე აქციზის გადასახადი 50%-ით იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასმელის ფასიც მოიმატებს. მთავრობა ცვლილებებს ევროსტანდარტების რეგულაციებს უკავშირებს, თუმცა ლუდის მწარმოებლებს პრეტენზიები არა ევრორეგულაციებთან, არამედ ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებასთან აქვთ. ბიზნესმენები პროდუქციაზე ფასების მატებასთან ერთად წარმოებისა და სამუშაო ადგილების შემცირებას ვარაუდობენ. ასეულობით ბოთლი ლუდისთვის ქარხანაში ყოველდღიურად მზადდება, თუმცა 1 მარტიდან მწარმოებლებს მისი რაოდენობის შემცირება მნიშვნელოვნად მოუწევთ. ლუდის მწარმოებელ კომპანიაში უკვე არსებობს გათვლა, რომლის მიხედვითაც პროდუქტებზე ფასი უნდა გაზარდონ. ამის მიზეზი კი აქციზის გადასახადის 50%-იანი მატებაა. კომპანიებში მთავრობის ამ გადაწყვეტილებას პროტესტით ხვდებიან. ფასის ზრდა გამოიწვევს ბაზრის შემცირებას, ელასტიურობის გამო, რაც თავისთავად გამოიწვევს წარმოების შემცირებას, მუშახელის შემცირებას. ქართულ ბაზარზე აქციზის გადასახადის გაძურების შემდეგ მწარმოებლების ინფორმაციით პროდუქტების გაყიდვები მინიმუმ 20%-ით შემცირდება. ამას ხელს ისიც უწყობს, რომ აქციზის გადასახადი იმპორტირებულ ლუდებზე უცვლელი რჩება. მთავრობის გადაწყვეტილების მიზანი ლუდის კომპანიების მწარმოებელთა შეფასებით ბიუჯეტისთვის მეტი შემოსავლების მოძიებაა. თუმცა მწარმოებლები ვარაუდობენ, რომ პროცესი უკურ რეაქციას გამოიწვევს და შემოსავლები პროდუქტების მოხმარების მსგავსად შემცირდება. რამდენიმე კომპანიას კი შესაძლოა არსებობის პრობლემაც დაუდგეს. ნებისმიერი მთავრობა, რომელსაც აქვს რამე ამბიცია ეროვნულობაზე, რომ იცოდეს მთელი ვითარება დარგის, რომელსაც აქვს 97%-მდე ადგილობრივი წარმოების ესეთი დამახასიათებელი. ასე არ მოექცეოდა. სერიოზულად ვემზადებოდით, დაგეგმილი ვიყავით ახალი ხაზების უცხოელი პარტნიორების შემოყვანებთან და ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მხრიდან გადაიხედება. აქციზის გადასახადზე 50%-იან მატებას სახიფათოდ მიიჩნევენ ეკონომიკის ექსპერტები. მათი შეფასებით ფინანსთა სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა უარყოფითი შედეგი მოყვეს. სპეციალისტები მთავრობას გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებენ. აქციზის გაზრდის გადაწყვეტილება არ არის სასურველი ლუდის ინდუსტრიისთვის, რადგანაც ლუდი არის პროდუქტი, რომლის ფასის გაძურებაც ნეგატიურად აისახება ზოგადად ინდუსტრიის გაყიდვებზე, თუნდაც ის ფისკალური ეფექტი, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ელოდება ლუდის გაძურების შედეგად და ეს არის სადღაც 20 მილიონი ლარი, მე ვფიქრობ ამ ინდუსტრიის ზრდის შეფერხებით შეიძლება დაკომპენსირდეს. სრულიად მივიღეთ იმას, რომ ბიზნესი დაზარალდა. ამ წუთში ეს მომენტი დგება ისეთნაირად, რომ ქარხანა, რომელიც აწარმოებს ლუდს, ის ჩაიჯოჯებს, იმიტომ რომ ფასის სეგმენტაცია გამოვდება, გაზრდება მისი პროდუქცია. ეს ხდება კრიზისულ პერიოდში, როცა მოხმარება მცირდება ესეთაც და ამ დროს ჩვენ კიდე ზეწოლას ვახორციელებთ ფასებით მოხმარებაზე და შედეგად მივიღოთ იმას, რომ შემცირდება წარმოება. გადაწყვეტილების მიზეზი დღეს ფინანსთა სამინისტროში ევროსტანდარტებთან მიახლოებით ახსნეს. უწყებაში აქციზზე ფასის მატების გადაწყვეტილების შეცვლას არაპირებენ. აქციზის გაძურება მოხდა არა მხოლოდ ლუდთან მიმართებაში, არამედ თამბაქოსთან მიმართებაში, სხვა ალკოჰოლურ სასმელებთან მიმართებაში და ეს საერთის მხრივ იყო ევროკავშირის მოთხოვნა. ფინანსთა სამინისტროს განმარტებები გაუგებარია მწარმოებლებისთვის, რადგან მათი ინფორმაციით საერთაშორისო მოთხოვნებით 100 ლიტრ პროდუქტზე აქციზის გადასახადი 8.5 ევრო უნდა იყოს. საქართველოში კი ამდენივე რაოდენობის ლუდზე გადასახადი უკვე 18 ევროს აღემატება. მთავრობის გადაწყვეტილებით აქციზის ფასი 1 მარტიდან მოიმატებს.